18-დან 23 იანვრის ჩათვლით შვეიცარიის ულამაზეს ქალაქ დავოსში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი და რომელზეც წარმოდგენილი იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი ნინო ენუქიძე იყო მიწვეული. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. სტარტს იღებს დავოსის ეკონომიკური ფორუმი 1977 წლიდან და წელს იყო რიგით 56-ე შეხვედრა. აი ამ ძალიან სასიამოვნო გამოწვევის შესახებ გვინდა რომ გვიამბოთ. და თქვენი იყავით სპიკერი, ხო? პოსტში გარკვეული კი ბატონო, მე ვიყავი სპიკერი, ძალიან საინტერესო ფორუმი არის, ნამდვილად ყოველწლიური ფორუმი არის, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 3000 ადამიანს ყოველწლიურად. ეს ადამიანები წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორს, როგორიც არის აკადემიური სექტორი, კულტურა, პოლიტიკა, ბიზნესი, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. მე პირველად მივიღე აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა და ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი არის ის მასშტაბი და გავლენა, რომელიც აღნიშნულ ფორუმს შემდგომში უკვე მსოფლიოზე აქვს. პრინციპში აქ მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ძირეულად ცვლის სხვადასხვა სექტორს, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროს და ტექნოლოგიებს. რაზე ვისაუბრეთ ამ ფორუმზე? ორ სესიაზე ეს იყო მეწარმე ქალთა გაძლიერება, რომელიც MasterCard-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იყო. MasterCard-ს აქვს ინკლუზიური ზრდის ცენტრი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა აღნიშნული სესია და ძალიან საინტერესო გეგმებით დაბრუნდი საქართველოში MasterCard-თან პარტნიორობით, რომ მეტად გავაძლიეროთ ქალი მეწარმეები საქართველოში და ხელი შეუწყოთ მათ წვდომას ფინანსებზე, მათი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს ერთი თემა იყო. მეორე თემა იყო გეიტსის ფონდის მიერ ორგანიზებული სესია, სადაც მსჯელობა გაიმართა ჯანდაცვის ტექნოლოგიების გარშემო არსებულ გამოწვევებზე და სპეციფიკურად ინკლუზიურ წვდომაზე აღნიშნული ტექნოლოგიებისთვის. ეს არის ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვა და ქალების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც შესაძლებელია მსოფლიოში განვითარდეს, მათ შორის საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ მალე უკვე დავაანონსებთ ძალიან საინტერესო ინიციატივას, რომლის მომხმარებელიც, რომლის ბენეფიციარიც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩვენ ქვეყანაში. თანამედროვე ტექნოლოგიებში ალბათ AI იგულისხმება, ხო ასე? უმეტესად AI იგულისხმება, სწორედ ხელოვნური ინტელექტი იყო ის თემა, რომელიც ფაქტობრივად ყველა სესიაზე განიხილებოდა, იქნებოდა ეს მსოფლიოს, ვთქვათ, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების ინსტიტუციების წარმომადგენლების სესია თუ ბიზნეს სექტორი, ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი იყო წამყვანი თემა. მათ შორის ცხადია განათლების განათლების სფეროში არსებული გამოწვევების უკეთ გამკლავებისთვის, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენო და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მისია არის მსოფლიოში სხვადასხვა გამოწვევების პასუხი improving state of the world, ასეთი არც ვიცი ქართულად სწორი თარგმანი როგორ იქნება, მსოფლიო მდგომარეობის გაუმჯობესება, ასე ვთქვა და ის რომ ხელოვნური ინტელექტი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი არის სხვადასხვა სექტორში არსებული გამოწვევების გასაუმჯობესებლად, ამაზე საფრთხებზე ციხო საუბარი თუ მხოლოდ გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა საფრთხებზე სხვათა შორის მეტად იყო საუბარი ვიდრე ყველას გვაწუხებს. ძალიან ბევრი არის ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხე და სხვათა შორის თავიდანვე მინდა ვახსენო, რომ ეს არ არის ის საფრთხე, რომელიც გულისხმობს მაგალითად ადამიანის ჩანაცვლებას რამე სამუშაოს შესრულების პროცესში, პროფესიების დაკარგვას და ასე შემდეგ. ამაზე არ იყო საუბარი, ალბათ არაერთმა კვლევამ აჩვენა, ძალიან მსხვილმა კვლევებმა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობდა, რომ ხელოვნური ინტელექტი არა თუ ადამიანს ჩაანაცვლებს თავის სამუშაო ადგილას, არამედ უფრო მეტად ჩაანაცვლებს იმ ადამიანებს, ვინც ვერ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს როგორც ინსტრუმენტს. ანუ ის სამუშაო ძალა, რომელიც კარგად დაეუფლება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს, ეს ადამიანები ჩაანაცვლებენ მათ, ვინც ამას არ ფლობს. იგივე მოხდა თავის დროზე, მაგალითად, როდესაც ინტერნეტთან წვდომა გაჩნდა მსოფლიოში და ის შეძლო ინტერნეტთან სწრაფად და მარტივად მუშაობა, იმას
შეინარჩუნა და განვითარდა და ის ვინც ვერ AI-ის პრაქტიკული გამოყენებისთვის როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არის როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიო? სწორედ ამის გარშემო ვიმსჯელეთ ბევრი, განსაკუთრებით აი საფრთხეებზე და გამოწვევებზე იყო საუბარი, მაგალითად ეთიკური საკითხი, AI-ის ეთიკურად გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის ზოგადად დამუშავება, ეფუძნება დიდი მონაცემების ანალიზს და ეს მონაცემები ადამიანის პერსონალური მონაცემები არის რიგ შემთხვევაში და პერსონალურ მონაცემებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფრთხილი საკითხი არის და ეს როგორ უნდა მოხდეს ისე რომ კერძო სექტორი ერთის მხრივ განვითარდეს, მაგრამ მეორეს მხრივ არ დაირღვეს არავის პერსონალური მონაცემები და უფლებები, ეს დიდი გამოწვევა არის. ამავე დროულად საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, მოგეხსენებათ ის, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებული სისტემები მუშაობდეს, სხვადასხვა ციფრული პროდუქტები სწრაფად და ხარისხიანად ემსახურებოდეს მილიონობით ადამიანს, ამისთვის საჭირო არის დიდი დატა ცენტრები, ეგრეთ წოდებული cloud სისტემები, რომელიც ძალიან კომპლექსური და კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის და ასეთი ინფრასტრუქტურა ბევრ ქვეყანაში არ არის. აი ამაზეა საუბარი, მონოპოლიზაცია ხო არ მოხდება სწორედ აი ამის. აი ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ეს რეალურად, იმიტომ რომ ვის ხელში აღმოჩნდება საბოლოო ჯამში, ის წარმართავს შემდგომ არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს ყველა მიმართულებით აი დაცვითი მექანიზმებზე იყოს საუბარი, ასე როგორ შეიძლება რომ არ მოხდეს მონოპოლიზაცია. გამოკვეთილი არის ორი ლიდერი სახელმწიფო, ეს არის ამერიკა და ჩინეთი. ევროკავშირის მხრიდან ძალიან აქტიურად მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული ბაზა, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არამედ ყველა პარტნიორ სახელმწიფოს და იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრინციპში აქვთ სურვილი გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, ეს საჭიროებს ინვესტიციას არა მხოლოდ ფინანსურ ინვესტირებას, არამედ ინვესტირებას ცოდნაში, დროში, ცოდნის ეკონომიკის განვითარებას და ამ გზაზე ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, იმიტომ რომ აი ეს ციფრული ეკოსისტემის განვითარების სტრატეგია, რომელშიც რაღაცა მცირედი წვლილი, მაგრამ აუცილებლად წვლილი შეაქვს ბიზნესსა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსაც, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ ამ ინფრასტრუქტურას ჩვენს ღირსეულად შევხვდებით. აი თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ იყოს საუბარი სასწავლო პროცესში მის ასე ვთქვათ ინტეგრაციაზე, გამოყენებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი როგორ ფიქრობთ თქვენ მაინც როგორ უყურებთ ამას, რა კუთხით შეიძლება რომ მოხდეს სასწავლო პროცესში ამის ჩართვა, რატო ვამბობ? იმიტომ რომ ბუნებრივია ემპირიული გამოცდილება და ცოდნა თავისთავად გაცხრილავს ბევრ რამეს და იმ შეცდომებზე თუ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს გვაქვს, სწორედ ამ შეცდომებზე ვისწავლით, იმიტომ რომ წინასწარ არ გათვლა ყველაფრის ძალიან რთულია და პროგნოზირებაც მათ შორის. რა თქმა უნდა, ყოველ დღეს ახლდება. ეს არ არის რომ დღეს ახალია და ხვალ არ არის, ყოველდღიურად ახალი მოდის. აი როგორ ჩავრთოთ ეს პროცესი სასწავლო პროცესში, როგორ გამოვიყენოთ იგი თქვენი აზრით და რაზე იყო ლაპარაკი თუნდაც ამ ფორუმზე, რამდენად შესაძლებელია რომ ავირიდოთ ძალიან ცუდი გავლენები და ძალიან ცუდი ვთქვათ მომავალი იმაში რომ აი იმან გააკეთა და თელს ჩემს ინტელექტს ვანდობ ხელოვნურ ინტელექტს და მის ჩემს ნაცვლად ისიმუშავებს. პირველი სტუდენტობაში ნიშნულოვანი არის ის, რომ აკადემიურმა სფერომ უნდა აღიაროს ცალსახად, რომ ხელოვნური ინტელექტი აკადემიური პროცესების განუყოფელი ნაწილი არის და ამის აკრძალვა, ამის ხელის შეშლა და რაღაც მექანიზმების მოფიქრება თუ როგორ ავკრძალოთ ხელოვნური ინტელექტი. სწავლის თუ კვლევის პროცესში ვერ ავკრძალავთ და ეს იქნება ძალიან ფუჭად დაკარგული დრო. როგორ გამოვიყენოთ ეს? როგორ გამოვიყენოთ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამაზე არაერთი რესურსი შეიქმნა უკვე, მაგალითად ერთ-ერთი პირველი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის დენ ლივაის მიერ დაწერილი წიგნი Teaching with ChatGPT, ასე ქვია და პირდაპირ ასწავლის იმ ტექნიკას, რომელიც ChatGPT-ის გამოყენებით პროფესორებს, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში შეუძლიათ მიაღწიონ სწავლის შედეგებს, დასახულ მიზნებს, ისე რომ გამოყენებული იქნას ჩვენ ვისწავლოთ გამოყენება და მე სტუდენტებსაც ვასწავლოთ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროულად მინდა გითხრათ, რომ ამჟამად მუშავდება კლაუს შვაბის მიერ, რომელიც არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, მის მიერ იქმნება სახელმძღვანელო, მისი დრაფტ ვერსია BTU-ში უკვე გამოგზავნილი იქნა თავად შვაბის მიერ, რომელსაც ახლა ვამუშავებთ, ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ შეიძლება აკადემიურ სივრცეში ორი
ძირითადი პროცესი, რაც არის სწავლა და კვლევა, როგორ შეიძლება გაძლიერდეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით ისე, რომ არ დაიღოს არავის საავტორო უფლება, არავის პერსონალური მონაცემები, არ მოხდეს არაფრის კოპირება, არამედ მოხდეს გაღრმავება იმ ცოდნისა, რომელიც არსებობს ცალკეულ დარგში. თუმცა ცხადია იმ სწავლის მეთოდებით, რომელიც პრინციპში შუა საუკუნეებიდან მოყოლებული რიგ შემთხვევებში არც შეცვლილა მსოფლიოში, ასეთი მეთოდებით გაგვიჭირდება ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. ამიტომ დავოსის ფორუმზე სწორედ ამას განვიხილავდით, რა ახალი მეთოდები შეიძლება შევთავაზოთ სტუდენტებს სწავლების პროცესში და მოსწავლეებს და სკოლამდელი განათლების აქტორებს, აგრეთვე რომ ხელოვნური ინტელექტი ერთია რომ ვაღიაროთ, რომ ეს ინსტრუმენტი არის და მისი მაქსიმალური პოტენციალი გამოვიყენოთ უსაფრთხოდ და ეთიკურად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩვენი ქვეყნის ელჩი ამ ფორუმზე და თქვენს მიერ მიღებული ცოდნა, იქაური ცოდნა თქვენ სტუდენტებს აუცილებლად გამოადგებათ. დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა.